პროტესტის 123 დღესაც დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაიკეტა, მიუხედავად იმისა, რომ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი იმისა, რომ ჯერ კიდევ ზამთარში დასრულდებოდა ეს აქციები და მოქალაქეები აღარ გამოვიდოდნენ ქუჩაში, მას ეს მოლოდინები არ გაუმართლდა და საქართველოს პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები კვლავ დგანან რუსთაველის გამზირზე უცვლელი მოთხოვნებით. ისინი ითხოვენ უკანონოდ დატყვევებული სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას, თუმცა რასაკვირველია, ასევე ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ხვალინდელ დღეს, აცხადებენ, რომ რა თქმა უნდა პროტესტის ყოველი დღე არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რათა დაინახოს ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, რომ მოქალაქეებს ბერაშინებს, თუმცა ხვალ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს ისტორიულად 31 მარტს ისინი კიდევ ერთხელ გამოვლენ, კიდევ ერთხელ დადგებიან იმ ადგილზე, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სადაც არაერთხელ გადაწყვეტილა საქართველოს ბედი და უცვლელად იტყვიან იმას, რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი ყოველთვის იყო ევროპა და რომ ეს მოცემულობა არასოდეს არ შეიცვლება. ამიტომ აქ ახლა ყველა სფეროს წარმომადგენელია, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები და მათი ყველას აზრი არის ერთი და იდენტური იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს ქვეყანაში პროტესტი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ თვით გამოცხადებული ხელისუფლება, რეჟიმი არ გადადგება, არ შეისმენს მათ მოთხოვნებს, არ ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები და რა თქმა უნდა არ გათავისუფლდებიან უკანონოდ დატყვევებული ადამიანები. ამიტომ მოუწოდებენ ყველას, რომ მართალია ყოველი დღე არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, მაგრამ ხვალ სიმრავლითა და ერთობით კიდევ ერთხელ გააგონონ საკუთარი ძალიან ძლიერი ხმა დასავლეთს და ანახონ აგრეთვე ქართულ ოცნებას ის, რომ ვერც ჯარიმებით, ვერც ფიზიკური და ვერც მორალური ტერორით ეს ადამიანები ვერ შეშინდებიან და მუდმივად იტყვიან საკუთარ სათქმელს, რადგან ქართველი ხალხი ყოველთვის არის შეკრული, ყოველთვის არის ძლიერი, მაშინ როდესაც დღის წესრიგში და უბრალოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საქართველოს ევროპული მომავალი. მათი სათქმელიც არის ის, რომ შესაძლებელია მათ გარკვეულ თემებთან დაკავშირებით აქვთ სხვადასხვანაირი პოზიცია, თუმცა როდესაც საქმე ეხება ფუნდამენტურ ღირებულებებს, ყველა მათგანი თანხმდება იმის გარშემო, რომ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი და უალტერნატივო არჩევანი დასავლეთია. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ხატია სამხარაძეს, რომელიც გვერდთვევა